ოციათას მანა ადამიანმა ნახა დღეს უფლის ციხეში რაც მოხდა. მე გაიფებით ხო? ვიღაცას ჩემი ყავის ისმა არ მოეწონება ჩემს ლაივში. ვიღაცას ჩემი გაწეწილი თმები არ მოეწონება. ვიღაცას ჩემი მაისური არ მოეწონება. ვიღაცას ჩემი ვაშლის ჭამა არ მოეწონება. ვიღაცას რაღაცა არ მოეწონება და მეც გეტყვით რა არ მომწონს თქვენი. თქვენი Facebook-ზე დგომა და მხოლოდ ესე ლაპარაკი და აი მე ესეთი ქართველი ვარ და მე ისეთი ქართველი ვარ. არ მომწონს, რატო იცი? არა ხარ შენ ესეთი ქართველი და ესეთი ქართველი. შენ ესეთი ქართველი ხარ, ესეთი, აი ესეთი რო წერს და აქედან რო იწერება, აი ისეთ სიტყვებს რომ მე ამას ვიზავ და მე იმას ვიზავ და მე იმას ვიზავ და ამას ვიზავ, შენ წადი და იომე. აი ვისთვის უნდა იომოს? ან ქართულმა პარლამენტარმა, ან საპატრიარქომ ვისთვის უნდა შეიწუხოს თავი? ან საერთოდ ვინმე თამარმა, დავითმა, გიორგიმ, რისთვის უნდა შეიწუხოს თავი? იმისთვის რომ თქვენ Facebook-ზე იდგეთ და ესე წეროთ რომ ყოჩახ რა კარგი გოგო ხარ, მიდი. დაივიწყეთ მეგობრებო რა. თქვენ აღარ არსებობთ. საქართველო უკვე სხვა მევენახის ეკუთვნის. თქვენ არ ხართ და მაგიდო. თქვენ არსად ჩანხართ და მაგიდო. თქვენ ჩანხართ მხოლოდ ვირტუალურ სფეროში და თქვენ დარჩებით ვირტუალურ სფეროში. ასე რომ ვიღაცა თამარი წააქეზოთ რომ საქართველო გადაგირჩინოთ, ვიღაცა ნიკოლოზ ნარიმანმა რომ გადაგირჩინოთ საქართველო, ვიღაცა ილია მეორემ რომ გადაგირჩინოთ საქართველო, ვიღაცა იმან ზეციურმა ვარსკვლავრმა რომ საქართველო გადაგირჩინოთ, ეს გინდათ? ვიღაცამ რომ გადაგირჩინოთ საქართველო? და თქვენ რა უნდა გააკეთოთ? დაჯდეთ და ნიფხავი იცვალოთ, ყვერები იფხანოთ, თუ რა გინდათ ვერ გავიგე. დედაჩემს არ მოსწონს ესეთ სიტყვებს რომ ვამბობ. რატომ? არც მე არ მომწონს ბევრი რამ. მერე რა იცვლება ამით? ჩემო კარგებო, იცვლება რამე ამით? თქვენ არ მოგწონთ, მეც არ მომწონს. და ჩვენ ზივართ და ვამბობთ მარტო რა არ მოგწონს. და საქმით ვაკეთებთ. როგორ შეიძლება? ეს როგორ შეიძლება და მეორე დღეს რომ წავედი გას სამსახურში. წავედი სამსახურში. წესიერად ლაპარაკობ ეხლა. წესიერად არ ლაპარაკობ? შენ წესიერად, თქვენ წესიერად იქცევით? თქვენ გონიათ რომ წესიერად იქცევით? 20,000-მა კაცმა ნახა, იქ რა ვითარებაც დაგხვდა. 1 საათი უნდა უფლის ციხეში ამოსვლას. ფეხზე რომ კიდიათ ეს ყველაფერი, ფეხზე დაგიკიდებთ ღმერთიც. არც დაგიკიდებთ, საერთოდ დაგიკიდებთ. გესმით? მე ქართველები ვერ დავინახე. მარტო პოლიციელები დავინახე იქა. ხო და მეგობრებო, აბა რა გინდათ ამ თავრობისგან რას ერჩით ვერ გავიგე რა. ან საპატრიარქოსგან რა გინდათ? თქვენ არ არსებობთ. ფაქტიურად თქვენ არ არსებობთ. ვიღაცა თამარი ჩემი ჩათვლით რომ დადის და ყვირის და იქ მიდის და აქ მიდის, ის ვიღაცა თამარი, ვიღაცა თამარად რჩება რა. თქვენ არ არსებობთ. და ვიღაცა თამარის გამო არც სახელმწიფო შეიწუხებს თავს, არც საპატრიარქო, არც ილია მეორე და არც ეგ თქვენი ნიკოლოზი რა. არც მამაზეციერი სხვათა შორის.
იმიტომ რომ არ არსებობთ, მეგობრებო, თქვენ აღარ არსებობთ. არ არსებობთ, მე ვერ დაგინახეთ ვერსად. 200,000-მა ადამიანმა ნახა, 20,000-მა ნახა, 2-მა თუ 0-მა ერთი და იგივეა. ოკეი? დადეკით ახლა და იფხანეთ ყვერები რა. დაახუიეთ ვაფშე რა.